21 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნება საშობაო სოფელი, სადაც ძალიან ბევრი ღონისძიება გაიმართება. საახალწლო სივრცეებში საინტერესო წარმოდგენა, პერფორმანსები, კულტურული, სპორტული, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობებითა და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება. საშობაო სოფელში განთავსდება დეკორაცია, ინსტალაციები, ნაძვის საბავშვო, საგამოფენო პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, საახალწლო მატარებელი, თოვლის ბაბუას, სანტას სახლი და სახელოსნო, სადაც პატარებს დახვდებათ თოვლის ბაბუა, დამხმარე მსახიობებთან ერთად, ასევე ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით. მოეწყობა ასევე ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც იქნება განთავსებული იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე. ამ მასშტაბის ყინულის მოედანი ჩვენ არასდროს არ გაგვიკეთებია, დაახლოებით 5 ჯერ დიდი იქნება იმაზე, რაც იყო გასულ წელს და იქნება ნამდვილად სასიამოვნო გარემო და ყველანაირად კეთილმოწყობილი. როგორც გითხარით, გაიმართება სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, თეატრალური წარმოდგენა, პერფორმანსები, დაგეგმილია მრავალფეროვანი კულტურული, სპორტული, საბავშვო გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირების მსვლელობა, ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი, თბილისის საშობაო ბაზარი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, გაყიდვა და ყველაფერი იქნება იმისთვის, რომ იქ მოსულ ადამიანებს ჰქონდეთ ნორმალურად დასვენების და გართობის შესაძლებლობა.